ალბათ დაფიქრებულ ხართ, რა არის საერთოდ ბირთვული ბომბი. ის ერთგვარი არაა. არსებობს რამდენიმე ტიპი და თითოეულს სრულიად განსხვავებული დამანგრეველი ძალა აქვს. პირველი ტიპია კლასიკური ატომური ბომბი. სწორედ ის, რასაც ჰიროსიმის მაგალითზე ვიცნობთ. მისი მოქმედებისას ატომი იშლება და წარმოუდგენელი აფეთქება ხდება. ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრის რადიუსში ყველაფერი ქრება, დნება რკინა ბეტონიც კი. დარტყმითი ტალღისა და ცეცხლის გავლენით კი დამატებით 10 კილომეტრის მანძილზე სიცოცხლე სრულად ნადგურდება. მაგრამ ეს სამხედროებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და ამიტომ რამოდენიმე ვერსია შეიმუშავეს. მეორე ტიპია თერმობირთვული, ანუ წყალბადის ბომბი, ნამდვილი განადგურების მანქანა. მასში ატომური ბომბი მხოლოდ გამანთებელი ნაპერწკლის როლს ასრულებს. მისი სიმძლავრე უზარმაზარ ქალაქებს მიწასთან ასწორებს. მაგალითად, ისტორიაში ყველაზე ძლიერ ასეთ აფეთქებას იმხელა ძალა ჰქონდა, რომ მინები 900 კილომეტრის დაშორებაზეც კი იმსხვრეოდა, ხოლო დარტყმითმა ტალღამ დედამიწას სამჯერ შემოურბინა. მესამე ტიპია ნეიტრონული ბომბი, ჩუმი იარაღი, მისი აფეთქების უშუალო რადიუსი მცირეა, ამიტომ შენობები და ტექნიკა თითქმის დაუზიანებლად რჩება. თუმცა ძლიერი რადიაცია კილომეტრებზე ვრცელდება, გადის კედლებსა და ჯავშანში ანადგურებს ყველაფერს ცოცხალს, ტოვებს ცარიელ მკვდარ ქალაქს. მეოთხე ტიპია ტაქტიკური ბირთვული იარაღი. მცირე ზომის, მაგრამ მიზანმიმართული გამოყენებისთვის შექმნილი ბომბები. მათი სიმძლავრე შეიძლება ჰიროსიმის ბომბზე 50-ჯერ ნაკლები იყოს, ხოლო მოქმედების რადიუსი მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრი. ეს საკმარისია კონკრეტული ობიექტის, მაგალითად, ხიდის, სამხედრო ბაზის ან პორტის, ზუსტად გასანადგურებლად. სწორედ ეს იარაღი იწვევს დღეს ყველაზე დიდ შიშს, რადგან მისი გამოყენება უფრო მარტივი ჩანს. მისი მცირე მასშტაბის გამო პოლიტიკოსებისთვის ფსიქოლოგიურად უფრო ადვილია გადაწყვეტილების მიღება. თუმცა ერთი ასეთი დარტყმა შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს გლობალური ომის დასაწყისად. თქვენ როგორ ფიქრობთ, გამოიყენებენ თუ არა პოლიტიკოსები ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ჩვენს ათწლეულში?